საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს დავით უსუფაშვილმა კონგრესმენებს და სენატორებს ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო შესაძლო ბიზნეს პროექტებს, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს ქვეყანაში. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს ჯეიმს ჰადლეი ბილინგტონსაც შეხვდა. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ძალიან საინტერესო ერთობლივი პროგრამები დაისახა იმისათვის, რომ ჩვენი საგანძური, რომელიც დაცულია ბიბლიოთეკაში, იყოს სათანადოდ მიხედული და სათანადოდ გამოყენებადი, განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა თედო ჯაფარიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა ვაშინგტონში რამდენიმე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციაშიც გამართეს შეხვედრები. ქართველი პარლამენტარები შეხვდნენ Freedom House-ის პრეზიდენტს დევიდ კრამერს, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ჯიმ მარშალს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს ლორნე კრეინერს. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში გამართული შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, დემოკრატია და საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი პოზიციები მაინც არ ემთხვეოდა ხოლმე ერთმანეთს, დღეს ის ვითარებაა, როდესაც ჩვენ შევთანხმდით ყველა საკითხზე. იმის თაობაზე თუ რა ჭირდება პირველ რიგში ქვეყანას, დემოკრატიას. მე განსაკუთრებით თხოვა ჩვენს მეგობრებს, რომ გააგრძელონ სერიოზული დახმარება საქართველოს პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, ასევე როგორც შეიძლება ქვეყანას დავეხმაროთ მომავალში. ასე რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა. განვაგრძობთ თანამშრომლობას პარლამენტის თავმჯდომარესთან. უკვე აღვნიშნეთ, რომ დავეხმარებით წევრებს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასა და მათ კოლეგებთან შეხვედრაში. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა გაგრძელდება.